რას ითხოვს ბრიუსელი საქართველოსგან და რატომ აღიქვამს განსხვავებულად ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ გზავნილებს? ბოლო წერილში, რომელიც 15 ივლისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მოჰყვა, ბრიუსელში ითხოვენ. ყველა იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მათ შორის კანონები უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით არღვევს ისეთი მოწყვლადი მცირე ჯგუფის არსებობის უფლებებს, როგორებიცაა LGBTQ+ ადამიანები. უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. ანტიკორუფციული ბიურო გახდეს რეალურად დამოუკიდებელი კორუფციასთან ბრძოლის უწყება. ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა ეს წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა. წერილის ბოლოს კი ეწერა, რომ საქართველოს ოფიციალური პირებისგან კონსტრუქციულ პასუხს ელიან. პასუხმა არ დააყოვნა და როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბრიუსელი საბჭოთა მოსკოვს ემსგავსება. მისი თქმით, ყველა მოთხოვნა უსაფუძვლოა და უვიზოთ მიმოსვლის საკითხით ევროკავშირი ქართველ ხალხს აშანტაჟებს. კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ ქართულ ოცნებას, პრინციპულ კანონებსა და საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოთ მიმოსვლას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, ისინი პრინციპულად დადგებიან. ასე დადგება საკითხი, რომ ამ მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზა ლიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ქართული ხალხის არჩევანი. თითოეულმა პატიმარმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ხო, ამაზე დაგვიწყო საუბარი. კეთილი ინებონ და დაგვისაბუთონ, თუ აქვთ რაიმე სამართლებრივი კითხვები, რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი კითხვები არ არსებობს, რაც შეეხება კანონებს. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია ის კანონი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, რომელიც უკავშირდება გამჭირვალობას. მე შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ფონდების დაფინანსება იყო პირდაპირ ჩართული საქართველოში ექსტრემიზმის სახალისებაში, რევოლუციური პროცესების სახალისებაში. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ზრუნავდეს ევროპული ბიუროკრატია და არა იმაზე, რომ ჩვენ აგვიგრძალოს რევოლუციების გამჭირვალობის შესახებ კანონების მიღება. ამით უნდა განსხვავდებოდეს ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის საბჭოთა კავშირისგან. ხო, საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა? მოდიოდა მოსკოვიდან დირექტივები, თუ არ შეასრულებდით, დაგშიტრენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ უვიზოთ მიმოსვლის შეწყვეტა და სხვა სანქციები არა ქართველ ხალხს, არამედ კონკრეტულად სამთავრობო ელიტას და მასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს შეეხოს. მათი თქმით, ყველა პროცესზე, რომელიც ამ ქვეყანას ევროპული სამყაროდან უკან დახევს, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ბიძინა ივანიშვილსა და ქართული ოცნების ლიდერებს. რა შანტაჟზე გვაქვს საუბარი დიდი ბოდიში? სასამართლო დამოუკიდებელი გახადეთო და ადამიანის უფლებები დაიცავით და კანონის უზენაესობა დააბრუნეთო, ეს შანტაჟია? ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მას სურს ევროპული ოჯახის წევრობა. ხო, ვთანხმდებით ამას. ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ეს ისტორიული არჩევანი უბრალოდ უგულებელ ყოს და ჩვენ დაგვტოვოს იზოლაციაში იმ პირობებში, როდესაც ახლა ჩვენ ხედავთ ჩვენი მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანი რამხელა პროგრესს განიცდიან ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. და ეს პასუხისმგებლობა არის მხოლოდ და მხოლოდ ოცნების პასუხისმგებლობა. იმის მაგივრად, რომ დასანქცირდეს ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 15 წევრი, ამის გამო, იმიტომ რომ ვიქტორ ორბანი ივანიშვილის მთავარი მოკავშირე ევროპაში ბლოკავს ამ სანქციების პაკეტს, ამის გამო ივანიშვილი მიდის იმაზე, რომ 4 მილიონი ქართველი დაასანქციროს. ჩვენ ისევ ვემშვიდობებით ევროპულ ცივილიზაციას, თუ ესე მოხდა და ივანიშვილის გამო სანქცირდება 4 მილიონი ქართველი. ხას უსვამ, მთლიანად ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს. წერილისა და ბრიუსელში გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების თანახმად, საქართველოში დემოკრატიის სერიოზული უკუსვლაა. ამის საპასუხოდ ევროკომისია უვიზოთ მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას კვლავ ვადას უწესებს 8 რეკომენდაციის შესასრულებლად. დრო აგვისტოს ბოლომდეა. როგორი იქნება გადაწყვეტილებები თბილისსა და ბრიუსელში, სავარაუდოდ სექტემბერში გახდება ცნობილი. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.